სიხარულიძესთან ერთად. დღეს ორშაბათია და ჩვენ ტრადიციულად გთავაზობთ საერთაშორისო მიმოხილვას ლეო სიხარულიძესთან ერთად. ლეო, დილამშვიდობის მოგესალმები. გაუმარჯოს დავით. დღეს ჩვენ მოგვიწევს ჩვენი მსმენელის ყურადღების შეჩერება უკრაინულ გამბიძე, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ტელეგრამის საკუთარ არხზე განვითარების 3 სავარაუდო სცენარის შესახებ დაწერა, რომელთაგან ერთი მშვიდობაა, მეორე მარცხი, ხოლო მესამე განადგურება და კაპიტულაცია. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე არაფერია შესაძლებელი. გონჩარენკომ მოუწოდა იმ ხალხს, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის მხარდამჭერ მიტინგებს აწყობს, ჩამოვიდნენ უკრაინაში, თქვენ აქ უფრო გვჭირდებით დასცინა უკრაინელმა დეპუტატმა. ჩვენ ასევე ვნახეთ ტრამპის და ზელენსკის შეხვედრა და პრინციპში მედიამ გააკეთა ძალიან საინტერესო შეფასება, რომ ამგვარი რამ მათ კარგახანი არ უნახავთ. იქ იყო ისეთი პასაჟები, რაც არ გამორჩა მხედველობაში რიგით ადამიანებს, საზოგადოებას, რომელსაც ეს თემა აინტერესებს და რეალურად მთავარი შეკითხვა რისი მომსწრეც ვართ რეალურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხომ უდიდესი სამხედრო დაპირისპირება დასრულდება თუ არა, რაღაცნაირად კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა იკვეთება კონტურები, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ლოგიკურ წერტილამდე მივიდეს. როგორი იქნება ეს წერტილი, ჯერჯერობით ასევე არის უცნობი. მოდი გავაკეთოთ შენი დღევანდელი სიუჟეტის წარდგენა ამ თემასთან დაკავშირებით. უპირველესად მინდა შენი შეფასება მოვისმინო ამ შეხვედრაზე და შემდეგ უკვე უკრაინული გამბიტის მიერ თემასთან დაკავშირებული სიუჟეტიც შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს. დავით, ეს შეხვედრა ოვალურ კაბინეტში იყო უპრეცედენტო, ის იყო გამცდარი ყოველგვარ ეტიკეტს, დიპლომატიურ პროტოკოლს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს იყო ვოლოდიმირ ზელენსკის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რაც მას შეუსრულებია. ეს პოლიტიკური გათვლა, რაც მას ჰქონდა დონალდ ტრამპთან ასეთი საჯარო დაპირისპირებით, ალბათ არის, რომ მოსახლეობაში მას გამოეწვია გულისხმიერება და თანადგომა და გარკვეული გამოკითხვების თანახმად ამან იმოქმედა ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა არის დაახლოებით 10%-ით გაზრდილი მას ამ ინციდენტის შემდეგ თეთრ სახლში. რაც შეეხება თავად სამშვიდობო პროცესის მთელი ანატომია იქნება შექმნილი მოსკოვში, ვინაიდან სწორედ რუსეთის ფედერაცია ფლობს უპირატესობას ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან მყარ პოზიციებს განსაზღვრავს პირველ რიგში ფრონტის ხაზზე მყარი პოზიციები. თავდევი ეკონომიკური ქარტეხილი, რაც ახლავს თან ამ ომს, სწორედ შენიშნებებს არის მეორე მსოფლიო ომის მერე უდიდესი კონფლიქტი ევროპაში და არ მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, გერმანია, ერთ დროს უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ევროპაში არის დეფოლტში, ცხოვრება არის გაძვირებული და ეს არის დაფუძნებული ძალიან მარტივ მოცემულობაზე, რომ ევროკავშირის ეკონომიკური წარმატების საფუძველი და ძირი გახდათ იაფი რუსული ენერგომატარებლები. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი იაფი რუსული ენერგომატარებლების მაგიერ ევროპას და ევროკავშირს მოუწია სამჯერ უფრო ძვირ ამერიკულ თხევად აირზე გადასვლა, ამან კი თავისთავად წარმოების ხარჯები და შესაბამისად ყველაფრის ფასები გაზარდა. კი ბატონო, ჩვენ ახლა სულ რამდენიმე წამის წინ მოვისმინეთ გონჩარენკოს განცხადება, აზრი, რომელიც მან გამოაქვეყნა ტელეგრამის საკუთარ არხზე. 3 ვარიანტი: მშვიდობა, პირველი, მეორე მარცხი, მესამე განადგურება და კაპიტულაცია. და ის ამბობს, რომ სამწუხაროდ ხელისუფლებას მეორე და მესამე ვარიანტისკენ მივყავართო. როგორ ფიქრობ, პროცესი, რომლის დასრულების იმედი ყველას აქვს, რომელი ვარიანტით განვითარდება? მსმენელს სურს შევახსენო, რომ გონჩარენკო, რომელიც დღეს წარმოადგენს ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამცველს, თავის დროზე წარმოადგენდა იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის დეპუტატს, შესაბამისად სახეზე არის საკმაოდ საინტერესო ფერის ცვალება, რაც შეეხება მის მიერ წამოყენებულ ამ 3 სხვადასხვა სცენარს, ომის დაწყებამდე ასევე იყო წარმოდგენილი 3 სცენარი, ოღონდ ეს 3-ვე სცენარი გულისხმობდა უკრაინის დამარცხების 3 სხვადასხვა სცენარს. იქ იყო
აღწერილი თუ რა ტერიტორიებს დაიპყრობდა რუსეთი და ეგრეთ წოდებული სახმელეთო ხიდი გამოდგა კიდევაც ერთ-ერთი ვერსია, რომელიც გულისხმობდა ოკუპირებული და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სახმელეთო ხიდით, ანუ სხვადასხვა უკრაინული რეგიონებით, რომელიც მდებარეობდა რუსეთის ფედერაციასა და რუსეთის ფედერაციასა და ანექსირებულ ყირიმს შორის უკრაინული რეგიონები დღესდღეობით უკვე ასევე ანექსირებული არის ოფიციალურად რუსული კონსტიტუციით წარმოადგენს მოსკოვის ტერიტორიას კრემლის გადმოსახედიდან. კაპიტულაცია და დამარცხება, ეს რატო აქვს გაყოფილი გონჩარენკოს მე არ მესმის, იმიტომ რომ თუნდაც იმ მინერალებთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ტრამპის ინაუგურაციამდე 3 დღით ადრე ბრიტანულ მხარესთან გააფორმა უკრაინამ და ბრიტანეთს მიენიჭა პრიორიტეტული ადგილი კრიტიკული, ეგრეთ წოდებული კრიტიკული მინერალების მოპოვებისა და დამუშავების თვალსაზრისით, ასევე შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარად კაპიტულაციად, ოღონდ არა კრემლის კედლებში, არამედ თეთრი სახლის თაღებში. კარგი, მოვისმინოთ მაშინ სიუჟეტი, რომელიც გუშინ გავიდა იმედის კვირის ეთერში და ჩვენს მსმენელს შევთავაზოთ დღეს, ჩვენ კი ამ ფორმატში შეგახსენებთ, რომ უკვე მომდევნო ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა ყურადღებისთვის. უკრაინაში მშვიდობისთვის ბრძოლა დაიწყო. ომის დასასრულის კონტურები კი ფრონტის ხაზიდან შორს მოლაპარაკებების მაგიდაზე გაშლილ რუკაზე იკვეთება. ახლა მთავარი კითხვაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უდიდესი სამხედრო კონფლიქტის შედეგად გადაიხედება თუ არა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს უკრაინის საზღვრები. მშვიდობისთვის ხარკის გაღება, რომ აგრესორ რუსეთსაც მოუწევს და თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინასაც ეს ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან და ჯეი დი ვენსთან ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას გამოიკვეთა. Mr. President, with respect. მისთვის უსიამოვნო ამ შეხვედრიდან 4 დღეში უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. ვაშინგტონში თეთრ სახლში შეხვედრა არც თუ ისე კარგად წარიმართა. სამწუხაროა. აუცილებელია ვითარების გამოსწორება. ჩვენი სურვილია, რომ თანამშრომლობა და ურთიერთობა იყოს სასარგებლო. რაც შეეხება მინერალების შესახებ შეთანხმებას. უკრაინამ მზად არის ნებისმიერ დროს და ფორმატში მოაწეროს ხელი. New York Times-ის ინფორმაციით ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა კარგა ხანი ამოეწურა, თეთრი სახლი კორუფციის ფაქტების გამოაშკარავებით დაემუქრა. პოლიტიკო კი იმასაც წერს, რომ ვაშინგტონში უკვე დაიწყეს ზრუნვა ზელენსკის ჩანაცვლებაზე და უკვე ესაუბრნენ ყოფილ პრემიერ იულია ტიმოშენკოს და ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. ამ პოლიტიკურ თამაშში საინტერესო ფიგურაა გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და ამჟამად უკრაინის ელჩი ბრიტანეთში ვალერი ზალუჟნი. ტრამპის მიერ მსოფლიო მედიის თვალწინ დატუქსული, ხოლო Deep State-ის მიერ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის მთავარ მედროშად გამწესებული ვოლოდიმირ ზელენსკი მხარდაჭერის ძიებამ ლონდონსა და ბრიუსელში ჩაიყვანა, სადაც მას ომის გახანგრძლივებისთვის ევროკავშირის მოქალაქეთა კუთვნილი 30 მილიარდი გადასცეს. ბრიუსელის გეოპოლიტიკურ ქველმოქმედებას სკეპტიკურად უყურებს უნგრეთის პრემიერი. კარგია უკრაინელების დახმარების სურვილი, უკრაინელებს დახმარება ნამდვილად ესაჭიროებათ. ამავე დროს ჩვენ მათ ვერ დავეხმარებით. ამასობაში თუ თავად აღარ დარჩება ჩვენგან არაფერი, ჩემი აზრით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპის დანგრევის ტოლფასია, მათ შორის ჩვენი ეკონომიკისაც. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ტრამპის მიერ შერჩეულმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს ევროპული პოლიტიკის სტრატეგია ასე ჩამოაყალიბა. ამ ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის მიდგომას განაპირობებს ფართო სტრატეგიული ხედვა, რომლის თანახმადაც აუცილებელია რეფორმები სწორედ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გადახევა. ამერიკული საგარეო პოლიტიკის 180 გრადუსიანი ცვლილების შემდეგ უკრაინა ხსნას ევროკავშირში ხედავს. ბრიუსელის გეოპოლიტიკური რესურსი კი მწირია, ეკონომიკურად და პოლიტიკურად. რაც მთავარია სამხედრო თვალსაზრისით სუსტი ევროკავშირი საკუთარი უსაფრთხოების დილემის წინაშე დგას. ევროკომისიის პრეზიდენტის მხარდამხარ ევროკავშირის დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორის უძლიერესი შეიარაღებული ძალების მქონე საფრანგეთი ბლოკს ეგრეთ წოდებულ ბირთვულ ქოლგას თავაზობს. მშვიდობა ნებისმიერ ფასად და უკრაინის კაპიტულაციის ხარჯზე დაუშვებელია. მომავალ კვირას ვუმასპინძლებ იმ სახელმწიფო და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების მეთაურებს, რომლებიც მზად არიან უკრაინაში მშვიდობის გარანტორები იყვნენ. არსებობენ ისეთები, ვისაც ნაპოლეონის ეპოქაში სურთ მიბრუნება. მათ აღარ ახსოვთ ნაპოლეონმა რუსეთში როგორ დაასრულა.
გეოპოლიტიკური ქაოსის ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალი სატარიფო ომის გათვალისწინებით კომპანიები ევროპაში ინვესტიციებისგან თავს იკავებენ. ყველა ელის სავაჭრო ნაკადებზე ტარიფების დაწესების გავლენას. გერმანიამ და ევროკომისიამ ფისკალურ პოლიტიკაში ცვლილებები უკვე გამოაცხადეს. მიზანი სამხედრო და ინფრასტრუქტურული ხარჯების ზრდაა. ნაწილობრივ კი უკრაინისთვის ამერიკის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების ჩანაცვლება, რომელიც უკრაინის სამხედრო ხარჯების 40%-ია. დასავლეთში დიდი დავაა ნატოს დაფინანსების თაობაზეც. გეტყვით, ჩემი პრობლემა ნატოსთან რა არის? ჩვენ რომ საშველი გავხდეთ და მიმართოთ მაგალითად საფრანგეთს, კიდევ რამდენიმეს მათ არ დავასახელებ. თქვენი აზრით, რომელიმე მათგანი ჩვენ დაგვიცავს, ეს მათი მოვალეობაა, მაგრამ მე რატომღაც არ ამგონია. უკრაინის ომის სიმძიმე თუ მთლიანად ევროპას დააწვება, ევროგაერთიანების ეკონომიკურ ზრდას და თავდევ კეთილდღეობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ევროპის ცენტრალური ბანკის გათვლებით წელს ევროპის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.9% იქნება. გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 0.7% იყო. საინტერესოა თუ რას გულისხმობს ამერიკული მხარის მიერ უკრაინისათვის წაყენებული ხელშეკრულების პირობები. უკრაინული მედია საშუალება სახელწოდებით ევროპული სიმართლე აქვეყნებს ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების სრულ ტექსტს. უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით შექმნიან რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს. ფონდის ფინანსური ინტერესებისა და კაპიტალის მმართველი პროცენტული წილის მფლობელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება. გადაწყვეტილებების მიმღები კი მისი წარმომადგენელი. უკრაინის ხელისუფლება თავის მოგების ნახევარს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს გადასცემს. ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ამ რესურსის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებზეა. უკრაინა თანახმა ამ ხელშეკრულებაზე, ვინაიდან მათ სხვა არჩევანი არ აქვს. ამავე დროს მგონია, რომ რუსეთსაც სურს შეთანხმება, ვინაიდან არჩევანი არც მათ აქვთ და მხოლოდ მე ვიცი თუ რატომ. ვინც ამბობს, რომ ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ მკვლელობებს ადამიანების უაზრო დანაკარგს, რაც ამ ტრაგიკულ ომს მოაქვს უკვე მრავალი წელია, ცხადდება რუსეთის აგენტად, პუტინის მარიონეტად. ჩემი აზრით ეს ნამდვილად შემაძრწუნებელია და მეტყვანებს გავლენაზე, რომელიც აქვთ მილიტარისტებს და სამხედრო სამრეწველო კომპლექსს. ისინი ტრამპის მოწოდებას მშვიდობის შესახებ ვერ პასუხობენ. კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ვითარებას უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის მეორედ ინაუგურაციამდე სულ რაღაც 3 დღით ადრე ლონდონმა და კიევმა სწორედ მინერალების შესახებ საუკუნოვან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მოლაპარაკებების მაგიდასთან მყარ პოზიციებს ფრონტის ხაზზე მყარი პოზიციები განაპირობებს. ვითარება კი კიევისთვის ურთულესია. საბრძოლო მოქმედებების სიმძიმის ცენტრი კვლავ დონბასია, მაგრამ აქტიური პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს როგორც სამხრეთში ზაპოროჟიესა და ხერსონში, ასევე ჩრდილოეთში ხარკოვის რეგიონში. კურსკში უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია კი ყოველდღე უფრო და უფრო მცირდება. ამ სამხედრო დინამიკის გათვალისწინებით კი კრემლი საკმაოდ თავდაჯერებული პოზიციებით აწარმოებს დასავლეთთან მოლაპარაკებებს. მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ევროკავშირის მობილიზაციას უკრაინის ომში ვაშინგტონის ჩანაცვლების მიზნით. სასურველია ისეთი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ჩვენთვის ისტორიული თვალსაზრისით ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს. სხვისი არაფერი გსურს. ჩვენსაც კი არავის დაუწყოთ. კრემლთან საერთო ენის გამონახვა ტრამპს გაცილებით უფრო უმარტივდება და ამას 47 პრეზიდენტი თავად ამბობს. უკრაინელებთან მოლაპარაკება რთულია, ამავე დროს ისინი ძალიან მძიმე ვითარებაში არიან. უკრაინელებს შემდეგ კვირა საუდის არაბეთში უნდა შევხვდეთ. შეთანხმება უნდა შედგეს, რუსებთან გაცილებით მარტივია საუბარი. ეს კი საინტერესოა, ვინაიდან მათ ხელთ ბევრი კოზირია და უკრაინას შეუჩერებლად ბომბავენ. დონალდ ტრამპის საერთაშორისო სცენაზე დაბრუნების ფონზე პეკინი უკრაინასთან დაკავშირებით აქამდე სიჩუმეს ინარჩუნებდა. ახლა კი ღიად გამოესარჩლა ევროპას. ჩინეთს ევროპის ჯერა. გვჯერა, რომ ევროპას შესწევს ძალა, იყოს სანდო პარტნიორი. მშვიდობის ძიებაში ატეხილი ქაოსის ფონზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მოსკოვისა და ვაშინგტონის საპასუხო დიპლომატიური სვლა ადასტურებს, რომ უკრაინა, ამერიკული და სხვა დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის მხოლოდ ერთი პაიკია. საერთაშორისო სისტემა კი დანაღმული ველი. საერთაშორისო მიმოხილვა ლეო სიხარულიძესთან ერთად.